წინა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში ახალგაზრდა ბენეფიციარები არიან. სახელმწიფოს მხრიდან ცდილობა გაუმჯობესოს მათი ყოფა მთლად ეფექტური თუნდაც, იმიტომ ვერ იქნება, რომ თანამედროვე გავროშებისთვის ქუჩიდან ჩამოშორებას და მათ ბავშვთა სახლებში განთავსებას სპეციალური სერვისების უზრუნველყოფა უნდა ახდეს. თან ის დიდი დეფიციტი სპეციალისტთა აზრით ქვეყანაში დღეს რეალურად არსებობს. მოგესალმებით, მე ჟურნალისტი თეა იოსელიანი ვარ, ის გურიის მოამბის ფლიკამერა. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ოზურგეთში არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირს ამ კუთხით მუშაობის 16 წლიანი გამოცდილება აქვს. ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმარი კონკრეტული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ქალბატონი მარინა თოფურია გახლავთ. მოგესალმებით ქალბატონო მარინა, მადლობას გადაგიხდით ჩვენ გადაცემაში სტუმრობისთვის. ქალბატონო მარინა, როგორც წესი, ბავშვის პიროვნული, სრული და ჰარმონიული განვითარებისთვის აუცილებელია ის ბუნებრივ ოჯახურ გარემოში იზრდებოდეს. რა განსაკუთრებული შემთხვევები იწვევს მათი ოჯახური გარემოდან გარკვეულ სტანდარტებზე დაქვემდებარებას ან ალტერნატიულ საცხოვრებლებზე? მოგესალმებით, როგორც თქვენ შესავალში აღნიშნეთ, ნამდვილად ჩვენს ორგანიზაციას აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება სოციალურ სფეროში მუშაობის. მართლაც ჩვენთვის უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია ბიოლოგიურ ოჯახში ბავშვის შენახვა და განთავსება. დაბრუნება თუნდაც თქვა ძალიან დიდი ინსტიტუციებიდან, თუმცა არსებობს რაღაცა სპეციფიკური გარემოებები, როდესაც თვითონ ჩვენი ორგანიზაცია ამბობს უარს და ცდილობს, რომ მაქსიმალურად სწორედ იმიტომ, რომ ბავშვის უპირატესი უფლებები იყოს დაცული, ამ შემთხვევაში შესაძლებელია საოჯახო ტიპის სახლში ბავშვის განთავსება იმ სერვისში, რომელიც თვითონ ჩვენს ორგანიზაციას აქვს და მთლიან საქართველოში მან მიიღო მონაწილეობა, ესე ვთქვათ, ამ სერვისის დანერგვაში ჯერ კიდევ 4 წლის წინ. თუმცა არსებობს ასევე სხვა ალტერნატიული სერვისები სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც მეტნაკლებად შეიძლება ვთქვათ მუშაობს, არის ეფექტური, მაგრამ არის რაღაცა სერვისები, რომელიც შეიძლება არ იყოს მოცემული ეტაპისთვის ეფექტური. თავარი კრიტერიუმი, რის საფუძველზე შესაძლებელია ჩვენი აზრით ბავშვის ბიოლოგიური ოჯახიდან გამოყვანა, ეს არის ის, რომ ბავშვისთვის ოჯახში არის შექმნილი არაკეთილსაიმედო გარემო. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, მშობლები არიან დამოკიდებული, ვთქვათ, ან ნარკოტიკულ ნივთიერებაზე, ან დამოკიდებული არიან ალკოჰოლზე. ხდება ბავშვების ემოციური ძალადობა, ფიზიკური და სხვა ტიპის ძალადობის ფორმებს აქვს ბიოლოგიურ ოჯახში ადგილი და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში დაცული უნდა იყოს და უგულებელყოფილი არ იყოს საბაზისო პირობები. როდესაც ეს ოჯახს არ შეუძლია, იქ ემატება რასაკვირველი ოჯახის წევრების მენტალური პრობლემების. თუ კი ეს ოჯახს არ შეუძლია და ეს ყველა უფლება არის დარღვეული ბავშვისა ბიოლოგიურ ოჯახში, მაშინ ჩვენ ვამბობთ, რომ ბავშვი უნდა განთავსდეს ალტერნატიულ სერვისში. სწორედ ამისთვის შევქმნით ჩვენ საოჯახო ტიპის სახლს. იგივე ბავშვის უფლებათა კონვენციიდან გამომდინარე, ასეთ ბავშვებს უფლება აქვს სარგებლობდნენ სახელმწიფოს განსაკუთრებული თანადგომითა და დახმარებით. რეალურად რა სოციალურ პოლიტიკასთან და პასუხისმგებლობასთან გვაქვს საქმე სახელმწიფოს მხრიდან. ვნებავთ იგივე ფინანსების გათვალისწინებით, სხვადასხვა სოციალური სერვისების გათვალისწინებით, რაც უშუალოდ კავშირში შედის ამ მსგავსი ტიპის სახლებთან და ცენტრებთან. იცით რა, მე რამდენადაც ვიცი და ვარ საქმის კურსში, ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, სერვისი აქვს დღესდღეობით სახელმწიფოს ბავშვებისთვის, ვთქვათ, მიწოდებული, თუმცა არასაკმარისი. ასევე აღსანიშნავია ერთი ფაქტიც, რომ აი ამ დეფიციტს, რაც მთლიანად ამ სფეროში შექმნილია საქართველოს ტერიტორიაზე, ავსებს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელიც სოციალურ სფეროში მუშაობს. და იქნება რაღაცა სურათი მიწოდებული სერვისებისა, რომელიც ასე თუ ისე ძალიან მინიმალურად აუმჯობესებს, მე ვიტყოდი, ბავშვთა უფლებებს და საერთოდ ბავშვთა მდგომარეობას. ფინანსურად თუ კი კონკრეტულად მე თქვენ მეკითხებით, თქვათ საოჯახო ტიპის სახლისთვის რა არის გამოყოფილი, საოჯახო ტიპის სახლისთვის კი ბატონო და მინდობით ახსნა, რომელიც მაგალითად ჩემთვის მისაღები ფორმაა, გამოყოფილი არის დღეში 15 ლარი თითოეული ბავშვისთვის. იქ მინდობით ახსნაში იქ აუცილებლად კატეგორიებად იყოფა, არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ცოტა სხვა ტარიფია და ასე შემდეგ, მაგრამ თუ კი ტიპურ ბავშვებზე ვილაპარაკებთ და ამ სერვისზე და საოჯახო ტიპის სახლზე,
ეს არის დღეში 15 ლარი, ანუ დღეში 450 ლარი ბავშვისთვის გამოყოფილი. საოჯახო ტიპის სახლის სერვისი არის საკმაოდ მაღალი სტანდარტი, შეიძლება ვთქვათ, რომ ეს ფუფუნებაც კია, თუმცა აუცილებელი ბავშვისთვის, იმიტომ რომ აქ ყველანაირი პირობაა უზრუნველყოფილი ბავშვების განვითარებისთვის, აკადემიური, ფუნქციური და სოციალური უნარების მისაღებად. თუმცა ეს არის საცხოვრებელი, დავაკონკრეტებ მაყურებლისთვის და ძალიან უпростоრად აკადემიური მხარდაჭერა მაინც საჯარო სკოლებში მიმდინარეობს, ხო აქედან ჩვენ ბავშვები საჯარო სკოლებში ყავს ინტეგრირებული. მაგრამ ვიტყვი რომ ეს თანხა არ არის საკმარისი, იმიტომ რომ თვითონ ჩვენი ორგანიზაცია სხვადასხვა ფონდების საშუალებით დამატებით თანხებს მოიძიებს, ასევე ჩვენ ყავს პარტნიორი ორგანიზაცია, რომელთა ფინანსური მხარდაჭერით მოხდა საერთოდ ამ პროექტის, ესე ვთქვათ, დანერგვა საქართველოში, ეს არის ბრეს საქართველო და თუ არა და ისინი და თუ არა და ჩვენი ორგანიზაციის კიდევ სხვა დონორები უბრალოდ შეუძლებელი იქნება თუნდაც ამ 15 ლარით ბავშვების ყველა საჭიროების უზრუნველყოფა, რაც რეალურად აუცილებელია მათი ნამდვილი განვითარება. დღეისთვის რამდენი ბავშვი ირიცხება თქვენ სახლში? საოჯახო ტიპის სახლში ირიცხება 8 ბავშვი, ეს არის სტანდარტი, რომელიც ევროპული სტანდარტია, როგორც ვთქვით, ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ ქართული სოციუმისთვის, ესე ვთქვათ, მოგვერგო და დღეს უკვე საქართველოში 70 ესეთი სერვისი ინერგება. მაგრამ აი ბავშვი რომელიც ამ ტიპის უпростоრად ასეთი სახლი ინერგება. ბავშვი რომელიც ქუჩიდან ხდება დახურული ტიპის სახლში, განსაზღვრული ასაკის შემდეგ კი ამ ჰარმონიული გარემოდან იწყებს ინტეგრაციას საზოგადოებაში. რა პერსპექტივები არსებობს მათი აკადემიური თუ დასაქმების თვალსაზრისით, რომ იგივე მათი სოციალური უზრუნველყოფიდან გამომდინარე და გამომდინარე იქედანაც რომ ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულები საზოგადოებრივ ცხოვრებაში. სახელმწიფოს როლი. კი ბატონო, მოგახსენეთ, ამ ეტაპზე გამოკვეთილი რაღაც კონცეფცია სახელმწიფოს მე რამდენადაც ვიცი ჯერჯერობით არ აქვს შემუშავებული, თუმცა არსებობს რაღაცა მცდელობა, რომ კონცეფცია შემუშავდეს, როდესაც ბავშვები, ვთქვათ, სახლებში ცხოვრებას დაამთავრებენ, ანუ 12 კლასს დაამთავრებენ ისინი, 18 წელს ზევითად შეიძლება იყვნენ, მაგრამ 12 კლასის ჩათვლით ვაუჩერული სისტემა, ანუ ეს აუცილებლად იქნება მათთვის, ასე ვთქვათ, დაფინანსებული. ამის შემდეგ სად უნდა წავიდნენ ეს ბავშვები, საკითხი მოცემულ ეტაპზე ძალიან ღიად არის. თუმცა ჩვენს შემთხვევაში ჩვენ გვყავს ძალიან სერიოზული პარტნიორი, მე როგორც აღვნიშნე, ჰოლანდიური ფონდის ფონდს ვთვლი ამ კონკრეტულ სიტუაციაში მხარდამჭერად. ესენი ჩვენთან ერთად შეიმუშავებენ უკვე და წარსულშიც უკვე შემუშავებული გვაქვს რამდენიმე ბავშვი, მთელი გეგმები, ფინანსური, პროგრამული, რა უნდა, რა დახმარებები, რა მხარდაჭერა უნდა გაუწიოთ ბავშვებს 23 წლამდე იმისთვის, რომ ისინი ნამდვილად ჩაერთონ სკოლის და ჩვენი სახლიდან გასვლის შემდეგ, ასე ვთქვათ, საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ჩვენს შემთხვევაში, როგორც გითხარით, ეს ყველაფერი გადაწყვეტილია, ეს ფინანსები უკვე მოძიებულიც გვაქვს, თუმცა მე არ ვიცი რა ხდება სხვა სახლებში ამ კუთხით, მაგრამ ცხადია, რომ ეს არის სახელმწიფოს პრეროგატივა და სახელმწიფომ აუცილებლად უნდა იზრუნოს ამ საკითხზე. და ქალბატონო მარინა, იმ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტული ორგანოები შესაბამისი კანონებისა და პროცედურების შესაბამისად იღებენ გადაწყვეტილებას, რომ ბავშვისთვის აუცილებელი არის ალტერნატიული გარემო შექმნა. აი, რამდენად შეგვიძლია აი ამ სტრუქტურების სრულფასოვნებაზე ვისაუბროთ, თუნდაც იგივე სოციმუშაკების კომპეტენციაზე, რომ დავკონკრეტებდეთ, ამ მხრივ რამდენად არსებობს ეს ამ საკითხს დავყოფთ ორ ნაწილად. პირველი, კანონი რამდენად არის სრულყოფილი და მეორე, ის ადამიანები, ვინც ამ კანონს აღასრულებენ, ანუ თანამშრომლები, ხო, ასე ვთქვათ, საჯარო სამსახურების. ჩემი აზრით, კანონის სრულყოფილი ვერ არის, იმიტომ რომ არსებობს ინდივიდუალური ისტორიები ოჯახებისა, кейსებისა, რომლებიც ეგრეთ წოდებული кейსებისა, რომლებიც ვერანაირად შესაბამისობაში ვერ მოდის კანონთან. გამომდინარე აქედან ისინი რჩებიან კანონის მიღმა, რაც გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ კანონი ჯერ კიდევ დასახვეწია და რასაკვირველია ახალი სერვისები არის დასანერგი. ეს ერთი. მეორე, არიან თუ არა ის ადამიანები კომპეტენტური, ვინც იქ მუშაობს, ხო? კომპეტენციის გარდა მე გამოყობდი ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, ეს არის სტერეოტიპული დამოკიდებულება სხვადასხვა საკითხებისადმი. მოგეხსენებათ,
ჩვენ საზოგადოებაში ძალიან ბევრი სტერეოტიპული მიდგომა, თუნდაც იმ საკითხთან დაკავშირებით, მაგალითად, შეუზღუდონ თუ არა უფლება დედას, როდესაც მაქსიმალურად დარღვეულია ბავშვის უფლება ოჯახურ ბიოლოგიურ პირობებში. ამაზე ნაბიჯის გადადგმა ხშირად რასაკვირველია ძალიან უჭირთ სააგენტოს თანამშრომლებს, მათ შორის სოცმუშაკებს, თუმცა ზოგჯერ გადაჭარბებულ აქტიურობასაც კი იჩენენ ხოლმე. ეს არის კიდე მეორე უკიდურესობა. ანუ კარგად ისინი ვერ აფასებენ სიტუაციებს და ადეკვატურ, ასე ვთქვათ, მომსახურებას ვერ აწვდიან. ამიტომ გამოვყავი მე სტერეოტიპული დამოკიდებულება, მეორე გულისხმიერება და პასუხისმგებლობა, რომ შენი ფუნქცია აუცილებლად პასუხისმგებლობით უნდა შეასრულო და მესამე კვალიფიკაცია და გამოცდილება, რაც ასევე კვალიფიკაციასთან მიდის. ეს ინსტიტუტი არის სრულად ახალი დანერგილი საქართველოში, სულ აქვს ალბათ რამდენიმე წლიანი ისტორია და არც ათეული წლები არ განხორციელებულა, ასე ვთქვათ, ეს პროექტები საქართველოში. შესაბამისად, პირდაპირ ვიტყვი, რომ სოცმუშაკებს სჭირდება ძალიან დიდი კვალიფიკაცია იმისათვის, რომ მათ შესაბამისი სტატუსი მოიხვეჭონ საზოგადოებაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რასაკვირველია, მე როგორც აღვნიშნე, საკანონმდებლო ბაზა არის აბსოლუტურად დასახვეწი, ეს არ არის სრულყოფილი და შესაბამისად არის დასახვეწი კვალიფიკაცია და ძალიან ბევრი რამე უნდა ისწავლოს დღეს სოცმუშაკმა იმისთვის, რომ სრულად შეაფასოს ბავშვის ბიოლოგიური, სოციალური მდგომარეობა, ფსიქოლოგიური და შესაბამისი გადაწყვეტილებები. მე რამდენადაც ვიცი, ძალიან ბევრ ტრენინგებს თავაზობენ, ესე ვთქვათ, სახელმწიფო თუ არა სამთავრობო ორგანიზაციების სოცმუშაკებს, მაგრამ არის მეორე საკითხი, სოცმუშაკის პასუხისმგებლობაზე, რადგან არის და რეგიონულ საბჭოზე დამოკიდებული უკაცრავად გადაწყვეტილებების მიღება, აუცილებელია ერთი რამ, მონიტორინგის სისტემა ძალიან უნდა გაძლიერდეს საქართველოში, ანუ თვითონ სააგენტო საქმიანობის კონკრეტულად გადაწყვეტილებებს ვინც იღებს ამ სერვისებთან მიმართებაში სოცმუშაკებიდან დაწყებული ყველას მიმართ, ყველა საქმის მიმართ მონიტორინგის სისტემა უნდა იქნას აუცილებლად, ესე ვთქვათ, გაძლიერებული იმისთვის, რომ ეს საკითხები გამოსწორდეს. თუნდაც იმისთვისაც, რომ ამ ბავშვების უფლებები აბსოლუტურად დაცულია. რასაკვირველია, ეს ყველაფერი არის პირდაპირ პროპორციული, სწორედ იმასთან მივდივართ ჩვენ, რომ ბავშვის უფლება იყოს დარღვეული და სწორედ ბავშვის უპირატესი უფლებიდან უნდა იყოს ესე ვთქვათ, ეს საკითხები ყველაფერი საბოლოოდ. არ შემეხო მოხუცთა თავშესაფარს, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაიხსნა და ცოტა გასაკვირი არის ალბათ მამანა. ის რაშიც თავისი წვლილი შეიტანა იაპონიის საელჩომ, რატომღაც პრიორიტეტული არ დარჩა ადგილობრივი ხელისუფლება. იცით რა არის ადგილობრივ ხელისუფლებას, ალბათ ცენტრალურ ხელისუფლებას გულისხმობთ, იმიტომ რომ ადგილობრივ ხელისუფლებას ამის უზრუნველყოფა არ შეუძლია, ესეც საკმაოდ რთული, ესე ვთქვათ, ძვირი ფუფუნება ხანდაზმულისთვის, თუმცა არის დეფიციტი ამ მხრივ საქართველოში და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ჩვენ გვქონდა თანხმობის წერილი ჯანდაცვის სამინისტროდან, რომელიც გვეუბნებოდა, რომ აუცილებლად განიხილავდა დაფინანსების სქემაში და დააფინანსებდა ხანდაზმულთა თავშესაფარს მას შემდეგ, როცა იაპონია ამაზე ერთ სიტყვით ინფრასტრუქტურას მოაწყობდა, მაგრამ როდესაც იაპონიამ ინფრასტრუქტურა მოაწყო, სწორედ იმ პერიოდში, როდესაც მათთვისაც იყო ძალიან ტრაგიკული წელი, მაგრამ ჩვენთვის მათ უარი არ უთქვამს, ხო, მათ იზრუნეს მათთვის ესე ძიმე სიტუაციის დროს. ჩვენს ხანდაზმულებზე სამწუხაროა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ 2012 წელს უარი გაგვიცხადა წერილობით აი ამ დაფინანსებაზე, რაც ჩემთვის არის ეს აბსოლუტურად გაუგებარი. დღეისთვის რა მდგომარეობა გაქვთ? დღეისთვის მართალი გითხრათ, ალბათ იაპონიის საელჩომ თვითონ უნდა გადადგას ნაბიჯები, რომ ხელისუფლება დაარწმუნოს ამ სერვისის აუცილებლობაში, თუმცა ამ სერვისის აუცილებლობა ალბათ ჯანდაცვის სამინისტრომ თვითონაც კარგად იცის და ვნახოთ, ესე ვთქვათ, რა შედეგები იქნება. და ჩემი ბოლო კითხვა იქნება იმ ურთიერთთანამშრომლობაზე, რაზეც ძალიან ხშირად მიანიშნებენ ხოლმე სამთავრობო და არასამთავრობო სექტორებს შორის. თუნდაც იგივე ბავშვთა სოციალური პრობლემების მოგვარებიდან გამომდინარე, აი ამ კონსულტაციების გაცვლა გამოცვლაზე, ამ მხრივ რამდენად ეფექტურია? იცით რა არის, მე მაგალითად ყოველთვის ვამბობ და დღესაც გავიმეორებ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის კულტურა არ არსებობს. რას გულისხმობ ახლა კულტურაში? ჩემთვის მაგალითად ზოგიერთები შეიძლება ფიქრობენ, რომ თანამშრომლობა ეს არის თუ ვთქვათ არასამთავრობო ორგანიზაცია გუნდრობს უკმევს სამთავრობო ორგანიზაციებს, ეს არის კარგი თანამშრომლობა. ჩემთვის ეს არის ძალიან ცუდი თანამშრომლობა და ეს არის ცუდი ტენდენცია თუ ასე განვითარდება მთლიანად ქვეყანაში სიტუაცია. ამიტომ
მე ვფიქრობ, რომ თანამშრომლობა უნდა იყოს დისკუსიებით უნდა შემოიფარგლებოდეს და ის ნიშა, რაც ზოგადად უნდა ეჭიროს არასამთავრობო ორგანიზაციებს, კვლევები, მონიტორინგი, რეკომენდაციები, რომელიც უნდა მიაწოდოს სამთავრობო სტრუქტურებს, სწორედ იმიტომ, რომ სამთავრობომ გააუმჯობესოს ყველა ის საკითხი, რის დანერგვასაც ის დროთა განმავლობაში ფიქრობს. ეს არის აუცილებელი, მე ასე ვფიქრობ და ძალიან მოკლედ ვიტყვი ერთ რაღაცას, როცა ამ კითხვას მისვამენ ხოლმე, აი სულ ვფიქრობ და მახსენდება ერთი ანეკდოტი და თუ შეიძლება ვიტყვი ამას. და კონკრეტულად რა, აი როდესაც დიოგენე თავისი ქალაქიდან, ესე ვთქვათ, გააგდეს, გარიღეს, ის ჩაჯდა კასრში და ალექსანდრე მაკედონელი მივიდა მასთან და ეკითხება, რომ მითხარიო, რითო დაგეხმარო? სურვილიო ნებისმიერი უბრალოდ შეგისრულებო და იმან ამოხედა და გაიწიებს ესე ნუ მეფარებიო. ჩემი აზრით აი დამოკიდებულება უნდა იყოს ესეთი. არასამთავრობო ორგანიზაცია უნდა აკეთოს თავისი საქმე და ხელი არ უნდა შეუშალოს ამაში სხვადასხვა ტექნიკური, სხვადასხვა ესე ვთქვათ საშუალებებით სამთავრობო სტრუქტურებმა. ეს არის გამოსავალი ძალიან საინტერესო იდეალური სიტუაცია. ვფიქრობ, რომ ჩვენ მაყურებელმა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღო. უღრმესი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. თქვენ კი შეგახსენებთ, რომ ჩვენ გადაცემით მომავალ ხუთშაბათს ისევ შევხვდებით ერთმანეთს. კარგად ვსანდებოდეთ ნახვამდის.